შარკო იქნება. დიახ, მივესალმები რუსთაველის მაყურებელს, ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, სადაც იმართება ღონისძიება ქართული ნივთების ესე იგი დამზადება. თქვენ ამზადებთ ხო? ჩვენ ცოტა ხანში გაგესაუბრებით რა თქმა უნდა. ანუ დღევანდელ ღონისძიებას ეს ქვია დამზადებულია საქართველოში, ვინც ვერ გაიგო made in Georgia და ეს არის მაგალითად ქართული წარმოების ლიმონათი, ნათია 1981, დიახ, რომელიც დააგემოვნა უკვე დეგუსტატორებმა დააგემოვნეს და გადაყვანილები არიან რეანიმაციაში და როგორც გვამცნობებენ ექიმები, მათი ჯანმრთელობა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარებიან, რა თქმა უნდა. აქეთ რა ხდება, რა გაქვთ წარმოდგენილი თუ საიდუმლო არ არის, გითხარით თქვენს თუ შეიძლება. ნუ ეხლა ჩვენ სხვადასხვა რა აგერ, აი ეს ადამიანი მყავს გამოფენაზე წარმოდგენილი სხვათა შორის. უკაცრავად ეს ადამიანი რატო გქონდა? ანუ ჩემი ბიჭია, და ჩემი შვილია რა. რა მოხდა რა თქვენი ბიჭია მე? რატო დამზადებულია საქართველოში, მე ჩემი ბიჭია, იმას წალობ. ასაგებია, ეს აშკარად დამზადებულია საქართველოში, მაგრამ აგერ ხედავ რუსის კი ბატონო, ესეც მე მყავს წარმოდგენილი გამოფენაზე. რუსის ქალბატონი. კი ბატონო. რომელსაც ვერ ვიტყვით რომ დამზადებულია საქართველოში. არა, ეს საქართველოში არ არის დამზადებული. ეს არის გამზადებული ქართველებისთვის. დიახ, რომელიც გითხარი, ძალიან ბევრი ნივთია წარმოდგენილი დღეს აქვს, აგერ ხედავ ესე იგი ტანკს, ქართული წარმოების ტანკს. არა, შენ შემოგევლე, არა ვარ ტანკი, მე ვარ ქართული ბეტერი, შენ შემოგევლე. შენ ჯენაცოლეთ აი ეს ამოწება რომ გააკეთე, მე ვარ ქართველი კაცი და ყველაფერი მიყვარს ქართული. ქართველი მიყვარს და ქართული მიყვარს ყველაფერი რა. არასოდეს სხვა რაღაცნაირი, სხვა ერის წარმოება მე არასოდეს არ გამისინჯავს არაფერიც მაო. აი მაგალითად ტყემალი აიღე. ქართული ტყემალი მიყვარს. იაპონური ტყემალი არ მევასება მას. არც იაპონური, არც გელანდიური. მარტო ჭამ ქართულ ტყემას. ხომი თქვი თუ გინდა? თუ მე ცხოვრებაში არგენტინული ხომი მეჭამოს, ყველი დამადგეს გულზე, რას ლაპარაკობს შემოგევლე. თუ გინდა საცივი. ვინ ბიჭო, ვინ ქართველი კაცი? ქართველი კაცი რა იმას ვენესუელას საცივს ეჭამს ის კაცია. როგორ გინდა ყველაფერი ქართული ჭამს ირგვლივ არის, ქართული აბსოლუტურად ყველაფერი და ქართული და ქართველი. არ მიყვარს სხვა არაფერი, ბაო. ძალიან კარგი. ამას რომ მორჩებით, ხო, ვინც ახართ აქ ორგანიზატორები. ყველას გეპატიჟებით ჩემთან ზმავს აქვს. ძალიან დიდი მადლობა. სუფრას გაგიწყობთ ახლა მეუღლეს გავაფრთხილებ, ოღონდ რომ კარგად გააწყობს. სუფრა ერთი წამით ბოდიშ გიხდი. Алло! Валя! Накрой стол на 28 человек. Быстрее, დიახ, იუმორიც თან ახლავს, როგორც გითხარით, დღევანდელ საღამოს. აი კიდევ ერთი ქალაქი უკაცრავად დრო თუ გაქვთ. ძალიან დიდი ბოდიში დრო თუ გაქვთ გაგესაუბრებით. რა სიტყვით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? დღეს არის წარმოდგენილი ქართული წარმოების ესე პროდუქცია. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ დრო? რა უნდა ვთქვა, კაცო, ქართული რაც იყო წაბილწეთ და ადანეთ იმას, რა ქვია, საზღვარგარეს და რა უნდა ვთქვა, გელაწვალე. პირები თქვენ აღარ ღია, რა არის, აქ ვითომ ქართული გამაგებინეთ ერთი. რა არის ქართული, აქ? არ ვიცი, ქართული ლიმონათი მაგალითად. ეს რა არის? სომხური ჰაერიო 8 წერია და დამზადებულია იმასა საქართველოსთანო. ეს არის ის რა ქვია, ჰაერი გამიჭირდა. ჰაერი იაპონელები კომუნისტების დროს ჩამოდიოდნენ და ფილტვებს ავსებდნენ აქ ჰაერი და მიქონდათ იქ და ჰაერი გამიჭირდა, ამაზეა ლაპარაკი და თქვენ მიყურეთ თევზივით. აგონიათ ეს რამეს ნიშნავს? ამაზეა ჯერმოგალო. არ მოგწევთ, მაგალითად აქ არის წარმოდგენილი ქართული ვაგონები, მეტრო ქართული წარმოების ვაგონი მეტროს. ვაგონიც გააკეთეს უკვე, ხო, ხედავ იქით, ხო? ანუ ჯიბეებში აღარ ეტევათ ფულები და ვაგონებით გააქვთ უკვე? თუ გაგვასახლოთ უნდა, თუ როგორ არის თქვენი ამბავი? არა, ეს არის კიდე წარმოდგენილი ქართული წარმოების ავიაცია მაგალითად. ანუ გაგვასახლებენ ავიაციიდან დაგვრცხებენ მე ალბათ, ხო? ზევიდან ესეთი ამბავია? თუ როგორ არის თქვენი ამბავი? თქვენს იმისნაირები ხართ, თქვენ, იმნაირი მათ შვილები ხართ, თქვენ. გნახავთ გატოლილებს და ჩაძაღლებულებს, თქვენ პირადად, აქ ყველას. ჩაძაღლებულს გნახავთ აქ, თქვენ დამპლებო, მაღაზია ლაპარაკი, ხო? არ გამწარდით საერთოდ? არა. საერთოდ არ გამწარდით? არა, არ გამწარდი. რა ხდება დღეს კაცო, მაგნიტური დღეა თუ რა იყო, კაცი შვილი ვერ გავამწარე, ვერ გავიგო კაცო. ჩემი სტოლი ხო სახშია, მოიცე. კარგი ჯანმრთელობა, კარგად დიახ.
მოკლედ აი ესე გრძელდება დღევანდელი დღე ქალაქის მერცხედაო ეხლა ჩვენთან ახლოს ბატონო სიმონ თუ შეიძლება ჩვენ პირდაპირ ეთერში ვყოფებით და დიახ გამარჯობა ორი ცირკით რომ ხალხს კი ბატონო ესე იგი ეს არის სახელმწიფო პროექტი არის ესე იგი მთავრობის მიერ ინიციირებული დამზადებულია საქართველოში აქ არის ქართული პროდუქცია მხოლოდ და მხოლოდ ქართული პროდუქცია რომელიც ეს შესაბამისად ესე იგი იაფი არის რადგან ეს თვითღირებულება აქ არის დამზადებული კონკრეტულად რას გულისხმობთ ნებისმიერი პროდუქტი არის იაფი არის მაგალითად სხვა პროდუქტებთან შედარებით აი მაგალითად ავიღოთ დარცი ხო ესე იგი ეს ჯდება ძალიან იაფი დარცი რატო ჯდება იაფი ეს ეს იმიტომ რომ აქ საქართველოშია დამზადებული ქართული დარცია და შესაბამისად იაფი ჯდება და ბატონო სიმონ თუ შეიძლება გაგვიმართეთ რატომ არის იაფი რატომ ჯდება იმიტომ რომ თავი არა აქვს არ ერჭობა არა შესაბამისად არ ერჭობა ეხლა თუ გინდათ რომ თან ეხლა შეერჭოს და ის არის გერმანულები მაგრამ ის ძვირი არის სწორედ ამიტომ არის ქართული დარცი იაფი ჩვენთან არის ასევე აი ხუთსული ტექნიკაც არის საქართველოს დამზადებული არის ლაზიკა დიდგორი აგერ ვაგონი არის ხალბატონო გამოდით რა თუ ხალბატონო ახმედელის თეატრი ბოლო გაჩერება თქო გადავზომო ვაგონები აჰა რა თელიდრე ასე დღეში მეტროგონია კაცო და დამტანჯეს რა და ესე იგი რა არის მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელ დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ასევე ერთ-ერთი ქართული პროდუქტის ზეიმი რომელიც 10 საათზე გაიმართება ეს იქნება ნამდვილად ქართული რომელი პროდუქცია საუბარი ეს ქართული პროდუქტი კომედი შოუ იწყება 10 საათზე და ამიტომ ესე მოგვიანებით ჩაგერთებით ანამ კი კომედი შოუ იწყება ჩემთვის მეძინა წყნარად. რა დაგარდ? შეხედე აბა. ახლოს მოგიყენებია რა. დიოტი ხარ ვიღაცა ხარ რა ვქნა ეხა მე. არა და რა მაგარი მერსედესი მოდიოდა იმას მაინც დაერყა. თა მაგარი ტიპი იჯდა იცი? აი ძალიან მაგარი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა გოგონი. ავის დაურეკა მამა ჩემს დაურეკა. არავის და დარეკვა არ გინდათ უცებ გადავწყვიტოთ ყველაფერი. ტელეფონის ნომერს შავიწერე 1 წუთით. გაეთრიე რა აქედან რა. 1 წუთს დაწყნარდი არეზერვული ყველაფერი იქნება წესრიგში. პატრონს დაურეკავ. პატრონი არ გინდა კაცო რაც შეიძლება. ბაბულიკები ავარიები. ვაჟანი მომდია, ავარია. გიდა შედა. აუ ამა დამატყა დიო დეგენერატი. ალო. გიუშ. ძალიან მაგარი ავარია გაიჩინა ძმა. ძალიან მაგარი. მოდი მაგარი. სადა? მოხუცებებია ზაქცეული ბაბულიკები? გაი არა აღენო მოვდივარ არა აღეშუზია მოვდივარ არა აღენო იყო აი ამან შენ გამიწევს გასაგებია რომეს აი ამას ციფელს საყვარელს ხო რამდენი ჯდება შენი მახარის გაკეთება მითხარი ერთი რამდენი ჯდება ეს ზეპირად ხარ ზამესიზმრება რა დაჭდება მაგრამ ხო თანხა მითხარი დაახლოებით ერთი ალბათ 2000 ლარამდე დაგიჭდება რა
2000 ლარი როგორ დაждდება ეს მანქანა 2000-ზე რა ამბავია? როგორ აიეგრა ესე უბრალოდ? ვინ აკეთებს ეს 2000? ჩემი ახლობელი გააკეთებს. უყურე. ახლობელი თუ 2000 ლარს აბაში გთხოვ? აუ, იდიოტი ხარ. ჩემი ახლობელია, შენი კი არა. ხა მსუყურე. მსუყურე. აუ, პატრონიც მოვიდა. გამარჯობა. ვა, რა კარგად დაგიმთხოვიათ, იცის? ხო არ მომასვენებთ. აი ეს ნიშანი არ არის თქვენთვის ეს რა ქვია. თვალსახედვაში თუ არ ვერ ხედავთ თვალებში მე ვიხართ. ამაინც და მაინც აქ რო არ გააკეთოთ ეს არა ავარია ვერ გავიგე რა მეათე ხარ. რომელი ხარ შენ? არ მახსოვს უბრალოდ დეიდა შენი ვარ, თამილა. თამილა? ო, დასომი ხარ თქვენ? არა, დასომი კაცო, არ. წვეთი არ გამომიტოვებია. ბრალია თვითონი. ერთი არ გამომიტოვე. კი, პატრული გამომიწევს. ნიცანით? ნიცანით? აბა მართვის მოწმობა წარმოადგინეთ. მართვის მოწმობა ახავე, მართვის მოწმობა რა პრობლემაა? ჩემთვის ბენზინა და მოვიდე დამეწა. საჭესთან? საჭესთან ბენზინა ჩემთვის ო, აბა. ბილი რული გაქვს ეთყობა. საჭე გაქვს ბილი. ოპერატორ ვერ ხდები? მართვის მოწმობა ისიც რა არის? აბა რა არის? ეხა გიხსით ბატონო ის დიახ, პოლიცია ესე ხო გამოექანა ამის მანქანა. ო, ცოტა იქით ილაპარაკე, თორე თვრები. ხო, აი ხო გამოექანა ამის მანქანა და რო დამეჯახა. ო, აი მაგრამ ხო დამეჯახა და უსებ ჯიბიდან ამოვარდა ეს მართვის მოწმობა და ჩემთან სარკისტინიკ მაგიდასთან დავარდა სახში. სახში დავარდა? სახში დავა ისე დამარტყავი დავარდა. არა, აქვს მართვის. ეს არის თქვენი მანქანა. გამოვწერე. შეიმანქანია. ხო, იცი რა არის ახლა მართვის მოწმობა რო დავარდა. ამას მიყვება თქვენი მანქანა. ეს შესაბამისად დავარდება საჯარიმოზე და მე სანამ 500 ლარი არ ამოვარდება თქვენი ჯიბიდან და არ ჩავარდება ბიუჯეტში. აი ესე ვერ წაიყოთ მანქანა. ხო დაიმახსოვრე. ბრავო, რა კარგად დააწყვეტ გალექსეთ. კი. მე სივარ მელექსე. თქვენი მართვის მოწმობა ქალბატონო. ჩემი მართვის მოწმობა ეხლავე. რა სიტყვი, ა? გაიცაი ჯერ სადა. აი, ნასომია უეჭველი. ეს მე მგონი პასპორტი არის, მართვის მოწმობა. შეკეხა. მართვის მოწმობა. ჯარი მე. აუ, ძლის. აი. დაბადების დღე მაქვს დღეს? არის. მართვის მოწმობა ამოიღეთ თუ შეიძლება. ბოდი შეხავე. ბოდიში თქვენსკენ მოიგეთ. აი. უჩებზე ხო არ დავიმატო ურმიანა რაღაცა. არის შეიძლება გამოიყურებდი. თქვენ რა გონიათ, სულელი ხო არ გონი? მართვის მოწმობა ამოიღეთ, რას მე მაიგეთ? გაძლევთ და რა ვქნა? რას მაძლევ? მართვის მოწმობა საერთოდ დანახი აქ როგორია? კი. აი ესეთია რა დაახლოებით უყურე, აი ესეთი ის არის რა, ეს ოთხკუთხედი აქვს აი სურათი. მე კიდო და ციტადრო ვერ მითხარი თეკოთ ტექსტი კიდე. გერა გავდი თელი დღე დილიდან. აი მე ეგრო არა მაქვს. რაც მელაპარაკი. აი მე დამეწინა. მართვის მოწმობის გარეშე დადიხარ. აუ კი. ვაი მე რა პინდი ხარ. რატო არა? რავი, ვერავი. და თქვენ მანქანას უსაჯარიმოზე გადავიყვან იცი? რატო? აუ მიტო. ვაი დედა. აუ არ გადაიყვანეთ დიხვეწებით რა. თქვენ რამე სხეულის დაზიანება, ამას კაი ყველაფერი დაზიანებული აქვს, მაგრამ თქვენ რამე დაზიანება ხო არა გაქვთ სხეულის? ტვინის შერყევა ხო არა გაქვთ მაგალითად? ვაი მე არა, დედიკო. რა თქვი ბოლოს? დედიკო. გული გერევათ? გულისრევის შეგრძნება გა? სხვათა შორის გულისრევის შეგრძნებები მაქვს კი. ეხლა ბატონო პოლიცია ეხა ეგრეთ არ დავჯახები ვარო. გულისრევის შეგრძნებები და ჯავეკიტრი მომხოს ეხლა და ეხლა სკოპიაზე დავიღორო. ესეც არ დავჯახები ვარ ეხლა. არც გირჩევ არა. ჯერ ჯობია გაიცნო, არ გირჩევ. ტელეფონის ნომერი დამეთრია მას. დაგითხრე, აქ გექნება ნომერი სპეციალური ესეთი, ტელეფონის ნომერთან ერთად. ზოლიანი მას პერანგს მოგცემთ და
რა სიჩქარით მოდიოდი ხო არ გახსოვთ ჩემ? ვაიმე, სხვათა შორის ძალიან ნელა მოვდიოდი. მართლა? კი, 3-ით მოვდიოდი. 3 კილომეტრი საათით? დიახ, ძალიან ნელა მოვდიოდი, ჩემთვის მშვიდად. ეს არის ხო თქვენი მანქანა? დიახ. აი რა მაინტერესებს, სად აჩვენებდა სამს, აბა მითხარით. აი აქ, აი გაჩვენებდა იმ დიახ. და ეგრო ტახომეტრია იცი? რა, ტახთავი გაბია, გაიგე? ერთი ბოდიში. აბა ცუდი, ნახაზი რო გავაკეთოთ რა. რა საკეთებ? ნახაზისთვის დამჭირდეს შენ. ერთი ის არის, ხო? ჩემთვის ეს ისე რა, დავეთქე. რა მაინტერესებს, საბარგულში აი ეს კაცი ვინ არის? ეგ არის მაცხოვრებელი. მოსახლეა? დიახ, ერთხელ მთხოვა, მე მაინც საბარგულს არ ვხმარობ და ერთხელ შევიდა დაიწინა და იმის მერე ესე მიდის. კი, ძალიან საყვარელი ეს ხოთში საერთოდ არ მაწუხებს. აკირავებ ანუ ამ საბარგულს? ეგრე გამოდის. ხო არ გავახვიძე. ავარია! დენეკოლე, რა შესაძლო, ჩემო კარგებო. ისე გამიხარდა. აგერ ბიჭებო, მოვახდინეთ პატარა ავარია. ვერდი, თაგერ ხეზე ვარ შემოხვეულები რა. მე აი ჩტიში გიდრი მოვიდორი, მოლი ერთი მოცაკი გამიტეხე. ხეზე ხარ შემოხვეულები ჩტიში? ერთი მოცაკი გამიტეხე. გატყდებოდა ხო? მეორე. არა, ჯერ ჯარიმას გამოუწენ. თქვენთან მოვალ მე აუცილებლად ჯარიმას გამოუწენ ამას და მოვალ, მიბრძანდით. ხეზე იყავით შემოხვეული, მიბრძანდით. მოგელაკე. მიბრძანდით და მოვალ კაცო. გუინო გატყვა წავედით, კაცო თვითოჭი. დამანებეთ, მანქანა დამემტრა ეხლა თქვენი თავი, მა კიდე დამანებეთ რათა. ვისი ბრალია რო დაიმტრა? შენი ბრალია, თვითოჭიკა. ბატონო. თვითოჭიკა. მოვალ. ადამიანი ჩემატიჟება. გამიშვი ხელი. მოდი, მამა შეხედება. მამა. ვიგაშალა და იმა, რა ქვია, დაჯექი, მამა ცოტა მოეწყდა ხა სიტუაცია. ჯემალი ბიძია, მშიოდა მე. მოდი გოგა დაჯექი. ახლა გამოიხედავს თვალებში ხუთიანზე. ერთი წუთი მამა? თქვენ მარტო არ იქნებით, მამა, მოიწყე ერთი წუთი, მამა, მაცად. ერთი წუთი. რა ხდება ვასო? რა ვიცი, ტყეში მოგვიყვანეს. აი მე არაყი. არაყი? რა კაი ბუნება რა მაგარი. მამა ვინ არის ეს ვინედ მოიყვანს? მაცად, მამა, ერთი წუთი. აბა ნახე, მამიკო, ნახე რა გადასარევი გარემო, ტყე, ბუნება. ლამაზი, ნახე რა შველი ვიდგოგუები არიან, მამა. ნახე, მამა, ჩემი მონადირეები, ხო გაქვს თოფები მწყობში? ხობს მე არ ხარ, არ ვიცი. მამა, აბა თქვენ იცით, დაქტოვებთ ახლა მე მარტო აქ ამ ტყეში. ატახვიდე იყავი. აგერ ვიქნები, მამა, ახლოს ვიქნები, იქეთა ვარ, ცოტა მაცად. არა და რა ლამაზი ბუნებაა, როგორი ლამაზი მთებია. რომელ მთებს უყურებთ, აბა დაიხსენე ცოტა და წავედი, მამა, მე, წავედი. აბა თქვენ იცით, მამა. მიდი მიხედე. რა დერიჭია ჭველა მე ხვევა ფეხ. ცოტა მორწყვები. შილო 200 $200 გადახდილი. ლარემში ეკვივალენტი, აბა შენი ძიმი ხედა. ქალთან ნამყოფი ხარ? ქალთან ნამყოფი როგორ არა ვარ ქალთან ნამყოფი ერთხელ ფიზიკის მასწავლებელმა წამიყვანა სტომატოლოგთან და ქალი იყო ისე ქალი იყო ისე და კიდე მამა ჩემს რო ოპერაცია გავუკეთეთ ის ქირურგიც ქალი იყო ვარ ნამყოფი
მამაჩემ დიდი ხანია რო იცნობ? მაინც რამდენი ხანია? დიდი ხანია. აუ ხეს ნუ მიფათურებ. ხეს ნუ მიფათურებ ხარ. შენი რატო არ აფათურებ და ჩემი რატო აფათურებ? ჩვენ უნდა გასწავლოთ ქასა და კაცს შორის ურთიერთობა. ქასა და კაცს შორის ურთიერთობა უნდა გვასწავლოთ? ხო. ასე რომ ყველაფერი უნდა გიკარნახოთ. ჩავიწერო? არა, ჩაწერა არ არის საჭირო. არ არის? თქვენ რა ქვიათ? მე ვასო? უი, ჩემს მეგობარსაც. როგორი დამთხო, ბიჭი ხართ? მე ვასო ვარ დებილო შენ? უი, ვასო შენ ახლა და გოგოები სად არიან? გოგოები იქით არიან რა, შენი ხედა. უი, თქვენ რა ქვიათ? ნათია. უი, დედა ჩემსაც. დიდი ხანია სათვალეს ხმარო? სათვალეს მე ბავშვობიდან ხმარობ, აბა? სულ სათვალებს ხმარობ მე. ახლო მხედველი ხარ და შორ მხედველი? საერთოდ ახლო მხედველი ვარ მე. მოგწონს ჩემნაირი გოგოები? შენაირი გოგოები? მოიცა. კი, ლამაზი ყოფილი ხარ, მომწონს შენაირი გოგოები. მოსკა წამოკარაში შევიდეთ. კარავში რატო უნდა შევიდე თვითონ? დავიძინოთ. რა დავიძინოთ? მე უკვე 2 წელია შუა დღეს აღარ მაძინებენ, ესტერია ვიღაცა. მაშინ მე უკვე გავიდა და დიდი ბიჭი ვარ, აღარ ვიძინებ შუა დღეს. მაშინ ვითამაშოთ. მოდი დედაშვილობანა ვითამაშოთ რა. იქნებ სხვა რამე ვითამაშოთ. სხვა რა უნდა რა უნდა ვითამაშოთ? როგორ უცებ გას? ოქრობანა რო ვითამაშოთ. ამას მე ვინგონი ვარ. რა თორქრობანა შენ? მე კონსერვატორი უნდა დავამთავრო, ჯე, გადი აქედან, უყური ამას აშხვართ. ხო, კაი, ვითამაშე დედაშვილობანა. დედაშვილობანა ვითამაშო? ხო, ვითამაშოთ. დედა ვარ, დაგასტარი, სიო, დედა ვარ. იქნებ ვიცეკოთ მაშინ. ვიცეკოთ, კარგია, ვიცეკოთ. ეხლა დასხელი და გვიყვეთ როგორ უნდა შენი ის ჩართე რა, შენი სიმღერა, ჩვენო გვიყვარს, ვასო. მიდი, იცი რა მუსიკები აქვს. აბა. ვიცეკოთ რა, გოგოებო. აი ისია. ზაგარი ფორმი გვეღო. რემს ხომერწამის ხოდი? ბატონო. რემს ხომერწამის. კრემს? დიახ. კრემს აგისნებ რა პრობლემაა? სად არის კრემი, აბა? გინდა ცეკვადან უგინდას. რაჩუდი. რაშვები. აი? სულტადი. საერთოდ არ წაგიცმე ვიცოდე, ვინ გაგიჟდა, უყურე ერთი ამას რა დებილი ხარ შენ? რა გწოდია კრემის წასმა? მე გითხარი თავზე. აბა როგორ უნდა, ვასო? აი, განახო დებილო. მამიკო ესე შევა წერს, რო გაიგასავს ხოლმე მე ასე შევა. ხო. ხო. რა უნდა ჩემგან ამ გოგოს რა? რატო ჩაგეხუტო ვითომ? აი გადაიღე. პური და ყველი არის. მე კიტრს გავწქვნი, ვასო. გავწქვენი კიტრი. სად არის დანა? დანა არ ვიცი, აქ იქნება სადმე დანა, აბა ისევ ჭამოთ, კაი. მიყვარს ლიმონათი? კი. მე არა. ხალებს ნუ მიფათურებ. ვასო, მაგას შენ და ჩემი კაიდია რომ მოგვიყვანა, რატომ მოგვიყვანა ტყუილად? რამდენს ბედავენ, უყურებ შენ? რა ხდება, ბაბა? რა ხდება, მამა? ჩემალი ბიძია, რა ხდება გაგვაგებინეთ მართლა და მართლა რა. მამა, მიდი თქვენ გენაცვალეთ, მამიკო. აჰა, მოვედით მამა, რა ვქნა, აჰა. მერე, მამა, დაანთეთ სიგურული სიტყვა. მამა, რა? ნუ გეშინია, ჯემალი ბიძია ისეთი კოცონი ავაგიზგიზო რომ ცას ალის წდებოდეს. ეს გადაწვავს დღეს და მიჭეს რაცა. რა კოცონია გიტყდა, კაცო, ცოტა ის მამა, ბუნება რაღაცა. შეხედეთ რა სიტუაცია, ეგზოტიკა. სწორად ამბობს, ეს გოგო და აიყოს ასე. აი, ხოჩი, მამა, ხო ხედავ, ჩიტები, ბუნება, რაღაცა. ეხა ესეც აღარ მომწონს. ყველა ცხოველი, მცენარე, ყველა რაღაცის ჩიტები ჭიქჭიქებე. შეხედე, მამა, ჩიტები რა დღეში არიან და თქვენ რა იყო, რომელ დაგძარეთ?
დიდი რა კარგი კარაია ჩემავ გჯები ბიგუ და რა გაია ბიგუ მიდი მამა მიხედე რამდენი საქმე გავაკეთე ერთად ბიგუ და რა გაია არაში ხო არ შევიდეთ კარავში შევიდეთ შოკოლადები მაქვს მიყვარს წამო შოკოლადები მეც მიყვარს მალე გამოდი რა ვასო მეც მინდა შოკოლადები კარგი ველოსიპედი გყავთ არა მე სამთვლიანი მყავს იცი რას დარბის ოჰოჰოჰო თვაიმე იქ რა მორბის სად მანახე მე მგონი დათვია აუ დათვი კი არა ვასო შეყვარებული თაციაო საიდან დაგვინახა და სადურბაზო რა დაიწყებს ეხლა რა ბიჭო რა ამბავია ხე სად არის ბიჭო ეს ვინ არის ვაფშე გადი რა ჩემი დაიყო სად არის ბიჭო ჯემალი ბიძი მასიკო სად არის ბიჭო სოკო მიირთვით ჯემალი ბიძია წეღან დავკრიფე შე დებილო შენა მე ვერ ამცნობ და სოკოს როგორ ცნობ სად არის ბიჭო ვასო სად არის აქ ვაფშე რა ხდება დავი დამანებე რა დაჟე კეიფობდა რა მე არა გისწორდება ჩემი დაიყო არა იკიტრი პამიდორი ძეხვი მაგარია რა მაგარი არაყია რა გიზია რა ეს რა გიზი სუფთა აუ ფენგი ჩვენებს სად არის ბიჭო ვასო სად არის თავი დამანებე რა კარავშია კარავშია აუ ჩემი გიზია რა ვასკა არე ბიჭო რა ხდება ბიჭო რაგინდა ბიჭო რაგინდა კარავში რაგინდა ეს რა არის აუ ეს რა დებილი ადეკი დავალი ხმოხი ადი მომაგენი არ მიდამანებე წავი რა გიდა ვინ არიან ესენი ვაფშე ვინ არიან ეხა დროზე რა უნდათ აქ ამათ რა უნდათ რა ხდება ბიჭო რა ხდება და ბუნების დაცვის დღე არის და წყეში წამოვედით და ბებერი მუხების მაკპონჩია მოყარი აქ კიდე ეხლა ეს ბებერი მუხები დაგიჭრა დაგიხეხო და მუხლებში ჩაგიყარო ბიჭო აქინდა შენ ვაფშე შენი ბრალია ბიჭო მე რა შუაში ვარ შენ ამოიყვანდი კიდე ეხლა ვაფშე ტყეში დაგტოვო ვერაფერსაც ვერ დამტოვებ რა სუზე პირად ვიცი ეს გზები ხო და დავაი ხა მოხიათ ვასო რა მალე გაღამდა რა მოკლე დღეა ვასო დებილი ხარა მაგრამ ვერთო ბიჭემი დაიკოვები შევაფშე გაუბნები ხარ ხავაკენი ნახალუკაში სილიკონელთინას ისნობ არის სნობ აუ ჯემი აბა რა პონჩი ხარ არა ნახალუკელი რა პონჩია რა გიღიმება რა შენოფში გინდა ეხლა რომ აეკ ტუჩები ისე დაგიბერო უფასოდ 2 წუთში რა სილიკონები რო დაგადო ნუ მეძაბები ჩემი დაიგო დავა ეხლა ნახალუკა მოხიეთ ეხლა აქედან დავაჩუხა გოგო ამაზე ასერჩი შენი დედა ვაიმე გამიქცეთ გიზია ვაიმე ისურისე გამიქცეთ გოგოებო ამიტაბარებე არ მიდაგინენა რაფერი მინახარ შენ ესეთი გაუგებარი და ყისთავიანი აუ თქნაპო შემინა მაგრამ ანერვიულებ რა ხო იცი რემინა ჩემი კუკუნიკა ხარ და მაგრამ მიყვარ ხარ თო დამანებე გითხარი ერთი ხო იცი მინა ჩემი შვილების მამა უნდა იყო თო შენ რო გიყურებ იმინა მაგიჟე ვასკა პატარა ვასკა რო მეყოლება იმინა შენ უნდა ამიღზადო ხო და ხო იცი ყამათა რო შენ რამე შეგშლოდა იმინა ნათრევკაც ოჯახში ვერ შევიყვა რა ხო და ვინ იყვნენ ესენი ბიჭო ვინ არიან არ მეთქვი რა ვინ არიან რა შენი საქმეა ვინ არიან ამაჩევა მოიყვარა ვინ არიან აუ რა ჩუჩუტა ხარ თო აუ რა საყვარელი ხარ სკნაპუშ ადე კუკუნები წავო მაგარი შოკოლადები დავითხრია იმენა კარამელით შოკოლადები აღარ მინდა
მიდი ბიჭო, ძალიან მაგარი შოკოლადებია. შენ სიცოცხლესთვის ავარ, მაგრა გაგუსტოდება. ძალიან მაგარი. ოპა. ბატონებო, ხო ავდგეთ ფეხზე. მოსამართლე მობრძანდება. უკაცრავად, ბიძა ჩემი ყოფილა გვანან კაცო ესენი დამტანჯეს ამათ მარა. უი, მოსამართლე ყოფილა, მოსამართლე. დაბრძანდით. რა არის ეს? რა? წყალს ეს. ყურადღება. განიხილება საქმე 1966-1240 მეხუთე მუხლი ქათმის ქურდობა. გთხოვთ შემოიყვანოთ დამნაშავე. დაიწყეთ ბატონო ოგლო. ქონიშნება თქვით ბატონო მოსამართლე, ბატონო ნაფისოს დაჯულებო, ძვირფასო საზოგადოება. მინდა დავიწყო იმით, რომ 2010 წლის 1 იანვარს მოქალაქე თამილა ლაბარდღავას მიაღენეს მატერიალური ზარალი. მას მოპარეს ქათამით. ქათამი და ბრალდებული კი გახლავთ ბრალდებული გახლავთ ნიკოლოზ იგივე ლადო გრიგოლია. ზედმეტსახელი ლადო ნიკოლოზ გრიგოლია. მართალია დამნაშავე ცდილობდა გამოძიების პროცესში გამოძიებლები შეეყვანა შეცდომაში, მაგრამ საქართველოში დამონტაჟებულმა ვიდეო კამერებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა და დღეს აღნიშნული ადამიანი მოქალაქე იგივე ბრალდებული ზის საბრალდებო სკამზე. პროტესტის გზნობა გამიჩნდა ბატონო მოსამართლე. ბატონო ადვოკატო, პროტესტის გზნობა გაგიჩნდათ თუ პროტესტს აცხადებთ? ნუ როგორც არის ახლა ამ მნიშვნელობაა, კაროჩე. მე მინდა აგითხრათ ბატონო მოსამართლე, ნაფისსაჯულება ბატონო პროკურორო, რომ ჩემი ახლანის ქვეშ მყოფი ადამიანი ნიკა იგივე ლადო გრიგოლია ძალიან სუფთა წარსულით გამოირჩევა. ნუ ეხლა თუ არ ჩავთვლით ახლა ბავშვობაში რაღაცას მაიმუნობდა და კაროჩე ერთხელ არის ნასამართლები ბავშვობაში ის მტრედებს იჭერდა გახრატილის იმინდით, კაროჩე. დახონილი იყო ბიჭებს და იმილომაც მოხდა მისი ეს დანაშაული ამაზე ყურების კი აეწია ბატონ ნიკას იგივე ლადოს, მაგრამ მინდა გითხრათ ბატონო მოსამართლე, ბატონი მოსამართლე, მინდა გითხრათ რომ ეს ადამიანი იმ დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა. მე მაქვს ამ ყველაფრის ნივთი მტკიცება და ალიბი. ბატონო მოსამართლე, აგერ ნივთი მტკიცება და აგერ ალიბი ძალიან მაგარია მოსკოვიდან არის. ალიბი რომ არ იმყოფებოდა ბატონი მოსამართლე ეს ადამიანი დანაშაულის ადგილზე. მე ბატონ ადვოკატს მეორე რამე შეერდა ვეთანხმები, ძალზე მეოცებს ბატონი ბრალდებულის ადვოკატის მსჯელობის თამამე და გაბედულება. მაგრამ მე მინდა ყველაფერს ნათელი მოვფინოთ და ბატონო მოსამართლე თქვენის ნებართვით
მე მინდა სასამართლოს არ უდგინო მოწმე იგივე დაზარალებული ქალბატონი თამილა ლაბარდღავა მოგ შემოიყონა მოვიდა ზარი მოვიდა ხო ქალბატონო თამილა მოგესალმებით მოგესალმებით მეც ყველას. თუ შეიძლება მოუყევით სასამართლოს რა იცით აღნიშნული საქმის შესახებ როგორ მოხდა ყველაფერი ეს დავიწყოთ თავიდან იმ დღიდან ეხლა რა მოყვი აბა გენაცვალე ღამის 12 საათი იყო და აიმანზე ვარ გამოსული ფიქრებში ვარ წასული ჩემთვის ხო და დავინახე აი ეს არამზადა ესა ეხლა თავიდან მიფიქრე გენაცვალე ქათამია მეთქი გასკიდებას ქათამსა რო შეხედა აბა რა გავს ხო და ამ არამზადამ რო დამინახა ადგა და გაეკიდა ჩემ ქათამსა კაცო თავიდან ვიფიქრე რომ ალბათ გვერდზეღობიდან გამოხდა მამალი მეთქი და დასაჩინჩლად მისდევს მეთქი ამ ქათამსა მაგრამ მე რო დავინახე ფეხები და ბოტასები უკვე ვიფიქრე რომ კარგად არ არის აქ საქმე მეთქი გუნებაში გავიფიქრე უცეფა დიახ ხო და აი ეს იყო გაინტერესებთ მე რა მოხდა მე ადგა და ამოიჩარა ქათამი იღლიაში მე თავიდან ხო არა ვფიქრობდი ცუდ რამესა ვიფიქრე ალბათ კაპკაკ მეთქი და ამოიჩარა თქო იღლიაში მეთქი თან კოსტუმი ეცვა კაცო კოსტუმი ეცვა მაგრამ ბოლოს რო დავაკვირდი კარგად რო დავაკვირდი პაპკას სადა აქვს აბანისკარტი არც კურტუმი არ აქვს პაპკას ხო და აი ეს იყო გენაცვალი აი ეს ყველაფერი და აი ეს არის ქათმისჭამია ეს არის ქათმისჭამია და შენ არ გიშეკრება არაფერი ქათმისჭამია რას ამობჭერებია შეიძლება რო ავდგე ბატონო მოსამართლე ძალიან მე ასამბობთ ქალბატ კარგად შემხედეთ რა მეტყობა მე ხორცის ნაჭამი საერთოდ ქალბატონო შეხედეთ რა მოღუნული ვარ ბადრიჯანივით ქალბატონო მე საერთოდ გავგებრობაში ბატა შორის მე მეთანხმები და ყველაფერი ეს დაფიქსირებულია ვიდეო კამერებზე და აღნიშნულია და თქვენ ბრალდებოს თქვენ ბრალდებოს დამტკიცება არ ჭირდება და ყველაფერი ეს იქნება ყველაფერი კანონის მთელი სიმკაცე დაიჯდება აღნიშნული აუცილებლად ეს საქმე შენ ახარ ჭამელი ქათმისა დიდი ბატონო რა ვიტყვი ხო სიჩუმე განაგზო მოდიშ ვიხდით თქვენ რომ ვიხსება უკაცრავად მე შეკითხვები აღარა მაქვს დაზარალებულთან შეგიძლიათ დაბრძანდეთ და უყუროთ პროცესს ეხლა კი თქვენის ნებართვით მე მინდა მოწმედ მოვიხმო ბატონი ჯემალ სალბუნაშვილი ბატონო ჯემალ მოგესალმებით პირველ რიგში და თუ შეიძლება მოუყევით სასამართლოს რა იცით აღნიშნული საქმის შესახებ გისმენთ ეს ქალბატონი ცხოვრობს ჩემს ქვევით რა დიახ 16 სართულიანია რა ხო მომეც ავიღოთ 74-ში აშენდა კორპუსი რა გამხანაგობა იყო გაკეთა ეს 10000 შევიდა პირველი იყო მანათებაზე გეუბნებთ კონკრეტულად საქმესთან ხო არა მაგას გეუბნებთ ახლა ეს ცხოვრობს პირველზე და ქათმები ყავს ახლა რა საჯმელი გინდა რაღაც კომენტია რა ისეთი ხო და არა ისე ქათმებზე ერთ მაგარი ანეკდოტი უცებ სალამ უცებ ვანელი და ქათამი ზიან იმაში მატარებელს თუ შეიძლება უფრო არა ძალიან მაგარი ხო და ვანელი ეუბნება იმას ქათამს თუ შეიძლება ბატონო ჯემალ ცოტა საქმესთან ახლოს თუ შეიძლება შენო სად მიდიხარო რა გაიყვანეთ ეს ადამიანი არ გვაინტერესებს ბატონო ეს ანეკდოტები მერე იყოს და მოდი საქმეზე ისაუბრებ ხო და ეს ეუბნება მეო იქით ბატონო იუმორში დაცვა გაიყვანეთ ეს ადამიანი ამ შეიძლება რა ძალიან უკვე მეორე სილის ასე აგარი ანეკდოტია გასაგებულები რა ეს ანეკდოტებია ბატონო თქვენ რო გირსებავთ მე მინდა ერთი ობამა და ინდაური ზიან დამნაშავეს ეგონა რომ აღნიშნული დანაშაული მას შერჩებოდა ხახვევით, მაგრამ თავის თავს დააბრალოს
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ამ საქმეში ფიგურირებს დამნაშავის საყვარელი მეზობელი ქალბატონი აი მარამზადას, ისიც კი არ გაუგია რომ მეზობლის ქალს ხელს მოახელებ, ისიც შინაურია. გამოძიების მსვლელობის დროს დამნაშავე შეეცადა შევეყვანეთ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით მოწოდების სიმაღლეზე ცხარია და თუ გაცხარდა ცხარია. და დავადგინეთ სიმართლე, იმიტომ რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასე რომ მინდა ყველას მიმართო, პროკურატურა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და ხალხის სამსახურშია. პროკურორი, მეგობარი, გვერდით დგომი. ბატონო მოსამართლე, ბატონო აფისებს საჭიროებო ძვირფას საზოგადოება, მე თქვენის ნებართვით მინდა მოწმეთ, მოიხმოთ თვითონ დაზარალებული თუ შეიძლება შემოიყვანოთ. და მე მას თქვენის ნებართვით რამდენიმე კითხვით მიმართავ. დაზარალებული ბატონო მოსამართლე. მოგესალმებით. თუ შეიძლება მოუყევით სასამართლოს რაიცით აღნიშნული საქმის შესახებ. მე ხო არ გეცნობი საერთოდ რა შეხება. თუ შეიძლება გისმენთ ერთო. გისმენთ მოუყევით სასამართლოს რაიცით აღნიშნული. ბატონო მოსამართლე, თქვენ თვითონაც ხედავთ რომ დაზარალებული ისე არის დათრგუნული აღნიშნული მომხდარი დანაშაულის მას ლაპარაკიც არ შეუძლია რა. თუ შეიძლება ძალიან ვთხოვთ მოუყევით სასამართლოს მოუყევით სასამართლოს რაიცით აღნიშნული პროტესტის გზნობა გამიჩნდა ბატონო მოსამართლე. თუ პროტესტს ხადებ. როგორც არის განაჩეხა, როგორც არის. როგორც ხედავთ, ხმას არიგებს ეს უბედური ქათამი და შეწოლა სახთეს ბატონი პროკურორი განაჩე. როგორ გეკადრება? როგორც მეკადრება, ისე გეკადრება. არა, ცდებით განაცვალეთ. რატო ვახდე ზეწოლა რაშუაში? იმიტომ რომ არიგებს, არ კიდე შეგინე რა, საერთოდაც რა იცოდეთ, კაროჩი გამალია, სიყვარულით გაიპარდნენ ერთად რა ვაფშეთა რა. უყვარდათ ერთმანეთი და გაიპარდნენ კაროჩი რა. შეგინე ამორიგე ხმა, კაფეში და კინოში და დაყავდი და იმე ზაღოდებს ვაკეთებდი. საგადო თავში, გიცი გარკვეულებს კაროჩი. ნის კარტიანი ეს კაროჩი. უდიმაშე. დაგავიწყდა კაფეები და კინოები. ბატონო ჟიმნი თუ შეიძლება მე თქვენის ნებართვით ორი სიტყვით გავესაუბრები. რას ლაპარაკო? უბრალოდ ბატონო მოსამართლე, მეტი რაღაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. მე მოწვის ჩვენებას ვაღიარებ, რომ აქ მოხდა ძალიან საშინელი დანაშაული. უბრალოდ მე ბატონო ჟიმნის მინდა მივმართო როგორც ადვოკატს ბრალდებულისა. ბატონო ჟიმნი, თქვენ ადვოკატი ბრძანდებით პროფესიით? არა კაცო რა ადვოკატი მე მეზობელი ვარ ამის წამომყევია პრობლემა მე ვაფშე ჩხუბი მეგონა კაროჩე ჩხუბი მეგონა წამოწვეთიანები ჩემს გადავჭერი მე კაროჩე გასერობ გამოვსერობ დინარინებს თქო დიახ მე მეზობელია მაგარი ბავშვია როჯე მე რა გინდა რა არა მე მეტი შეკითხვა არ მაქვს ბატონო მოსამართლე ასეთავს ასტანცაა მე მინდა ამიდგა სპექტაკლები აქვს მოვედი მე ბატონო ჟიმნი მე თქვენთან შეკითხები აღარ მაქვს ნუ გაგაოჯე მე მინდა მიმართო ბრალდებულს ბატონო მოსამართლე თუ რამის თქმა სურს ბატონო პროკურორო რა იყოთ რა რაღაცა გაუგებრობა არის ხვდებით ახლა მე არა მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ ცხოვრებაში რომ ქათამი კი არა ჭიანჭველასის ფეხი არ დამიდგამს ბატონო მოსამართლე ტირი მე ალბათ მართალი ვარ და იმიტომ ტირი ალბათ ყველა რატო ვიტირე მე პირები ძალიან მიყვარს ეს მართალი რომ ვარ იმიტომ გჯერათ ხო მართალი შეიძლება წალი დავდალე აუჯე დატანჯეს მე მაბრალებთ რომ მე ქათამს რამე დაუშავე როცა მე მიყვარს ფილმები დატანჯეს დატანჯამ სასამართლო კანოჯე
ბატონო მოსამართლე, თქვენ დაამთავრეთ ბატონო ბრალდებულო. კაი გაგია, სულ გამოცაი. ბატონო მოსამართლე, პატივისცემლო ნაფიცო მსაჯულებო, მე მინდა თხოვოთ, რომ გაითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, როგორ დღეში არის აი ეს დაზარალებული, როგორ დღეში მისი პატრონი, მოწმეები, აი ამ ადამიანმა ყველა თავისი ქმედებით ზიანი მიაყენა ზოგადად საზოგადოებას და მე მოვითხო, რომ ის დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით და ამ შემთხვევაში გათვალისწინებული სასჯელის ზომა 10 წლით თავისუფლების აქვე და მიესაჯოს ნიკოლოზ გრიგოლიას იგივე ლადოს. რა გინდა ეს კატამი? რა გინდა ეს კატამი? ვაფშე დაუბრუნი ამათ მიეცი კაცო. რა მიეცი ამათ კაცო? იყოს აქ საერთოდ. იყოს ამოდი კაცო, რა გინდა ეს კატამი? ასე თუ არ საერთოდ არ მინდა ამათ ჩვენ პატივეცი სასამართლოს ასაჯოს რაღაც ჩვენზე ძალიან მამამისი ვერ დაჟეს განაჯე. წამოარტყავს მამამის გადასაჯოს. პატივეცი სასამართლოს ყურადღება, სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად. მიდის განაჩენის გამოსატანად სასამართლო. ვინმე წამომყევით რა სიბნელეა, იმ ოთახში მარტო ვერ გამოვიდა, მე შეიძლება. შეიძლება გამომყევით. დავდგეთ თემზე. გაითვალისწინა რა საქმის დეტალები და ვითარება. სასამართლომ მიიღო შემდეგი დადგენილება. მოქალაქე ნიკა ზედმეტსახელად ლადო გრიგოლიას მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. აუ! რას? გავჯიგამაი. მე მაქსიმუმ 2 ველოდებოდი, გაროჩე. მეთქი 2 იქნება ხო? რა არის 10 წელი, გაროჩე რა. იმე სასწავლებელად უშვებ თუ რა არის, ვერ გავიგე, გაროჩე. აუ! მომისმინა ბატონო მასამართლე ეხლა ზაფხულს არ ითვალისწინებთ, ისე გამოუტანეთ განაჩენი. ბატონო მოსამართლე, კატამი არც ემს პატივს სასამართლოს დავაბრუნო? დააბრუნეთ. ერთი წუთი. ზაფხული ახლა სეილებია, აქციები, სროკებზე არ აქვს სეილები ბატარა. ბატონო მოსამართლე. არანაირი? არანაირი. ფუ, იოტი პარტი გააფუჭებს ბიზიკარი. მოკლედ განაჩენი საბოლოოა და არავითარ კასაციას არ ექვემდებარება. სხდომა დახურულია. ალო. ზაბული. სანახარ ზაბული. მომისმინა დაიჭირეს საცოდავი კაროჩე დაიჭირეს და ის ორთაჭალა გამიკეთე არ მინდა გლანი. იყოს რუსთავი, იყოს რუსთავი კაროჩე, იყოს. Somebody going to me. Memo we want to be called Adeki, Adeki, Pedro, Patacatamo, Ciao, capot, ha? Ciao,